მე ვარ აზა თავაძე, 7 წლის დათუნა დახუნდარიძის ბებია. მე ვარ დავით დახუნდარიძე, 7 წლის დავითის ბაბუა. დიაგნოზამდე ცოტა რთული გზა გავიარეთ, რადგან ვერ დაგვისვეს საქართველოში, კოვიდი შეხვდა დათუნას, სადაც აუღეს ღვიძლის ფუნქციები და იყო ძალიან მომატებული. ამის შემდეგ ჩვენ 11ჯერ ჩავედით თურქეთში და მაშინ მიიტანეს ეჭვი ექიმებმა, რომ ბავშვს მეტი არაფერი ჭირდა, გააკეთეს ამის ანალიზი გენეტიკური და დაგვისვეს იქ ეს დიაგნოზი. თურქეთის შემდეგ კიდევ ვერ ჯერდებოდით და გავაგზავნეთ გერმანიაში პასუხები. იქიდან მოგვივიდა ანალოგიური დასტური და შემდეგ გადავწყვეტეთ ის, რომ გაგვეშვა საფრანგეთში. აქ არ არსებობდა არანაირი მედიკამენტები, არანაირი ყურადღება ისეთი, რომ არ იყო თვითონ მედიცინაც არ იყო ამ თემაში გარკვეული. თავიდან რომ ვერ გავერკვიეთ საქართველოში რა ხდებოდა და ცნობადი არ იყო ეს დაავადება, ვიფიქრეთ, რომ გვიშველი და სხვა ქვეყანაში ჩასვლა. უკვე 7-8 წლის ასაკიდან იწყება კუნთების სერიოზული განადგურება და მივდივართ ეტლისკენ. ამიტომ ყოველი დღე არის მნიშვნელოვანი, რომ შემოვიდეს წამალი, რომელიც ასეთი ძვირადღირებულია და მიეწოდოს ადრეულ ასაკში. მაინც მე საქართველოში მაქვს იმედი, რომ ჩვენი ქვეყანა არ მიგვატოვებს და ამ რთულ დროს დაგვიდგება გვერდით. ყველაზე მეტად, ჩემს სიცოცხლეზე მეტად დათუნას სიცოცხლე და ისენი რომ იყოს კარგად და გამომიჯამთოდეს და ეს მედიკამენტი დიდი თხოვნა მაქვს ამ მთავრობის აუცილებლად, რომ იმედი მაქვს, რომ დაგვეხმარავიან და მიიტანებენ გულთან ამ ბავშვების დახმარებას და დავიცი, ღმერთის წყალობით ალბათ უფალიც არ გავწირავს. ის თუ არ იქნება, არ ჩვენ არ ვიქნებით რა, გამორიცხულია ჩვენ ისეთი თბილი და ტკბილი ოჯახი გქონდა და აუცილებლად იმედი მაქვს უფლის ჯერჯერობით და მე ვიცი, რომ ეს არ არის მცირე თანხა და დიდ თანხებზეა საუბარი, მაგრამ ჩვენ ლამაზ ქვეყანას არ უჭირს, მაგრამ რომ რამოდენიმე ბავშვი გადაარჩინოს რა.